რაგიდა კარგად ჭამეთ, კარგად სვით, კარგად მოიხინეთ, მაგრამ სერიოზულ საქმეებს თქვენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ. მე ვარ არჩილ ჯანგირაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. ამ სეზონზე ძირითადად გვექნება საუბარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე. პირველი დავიწყებ იმას საუბარს, რამდენად მართლა კარგი იყო საბჭოთა განათლება. ჩვენ კი არ ვიძახით, რომ რუსეთმა დაგვიპყრო, არამედ რუსეთმა მოახდინა ჩვენი გასაბჭოება. და ჩემ პირველი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია. ივანე ჯავახიშვილმა ჩემი აზრით გარკვეული სული ჩაასხა უნივერსიტეტში. ჩვენ ცხოვრობთ ფიქციების სამყაროში. სახელმწიფო არ უნდა იყოს მშობელი უნდა იყოს და უნდა ასწავლიდეს და უნდა ფიქრობდეს. მშობელს აქვს არასოწლოვანთა ხო, სახელმწიფო. რა თქმა უნდა. როგორი საქართველო გინდა რომ იყოს? რა შვება სახელმწიფო იმისთვის, ჩემი შესაძლებლობები იყოს მაქსიმალურად გამოვლენილი. არის მომენტები, სადაც შეუძლებელი შევძლებთ. ჩვენ ძალიან დიდი წვრილი გვიწვის წარსულში, მომავალშიც ქართველი ძალიან მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ არჩილ ჯანგირაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ხარისხის სამსახურის უფროსი და ახლა ვართ პოდკასტში, რომელსაც უძღვები მე. და ჩემ პირველი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია. თემამ ყოველ შემთხვევაში მე შევარჩიე და ავხსნი რა კუთხით შევარჩიე. ამ სეზონზე ძირითადად გვექნება საუბარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე. მე პირადად სრულიად გულწრფელობით შემიძლია ვილაპარაკო, რომ ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი და შესაბამისად ყოველთვის მაქვს ხოლმე კომუნიკაცია უამრავ ადამიანთან, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან და სულ ვამბობ ხოლმე ერთ ტერმინს, რომელსაც ვეძახი მე საბჭოთა მემკვიდრეობა. საბჭოთა მემკვიდრეობა ძალიან ფართო თემაა და რა თქმა უნდა ამისთვის მთელი სეზონის განმავლობაში თემატურადაც დავყოფთ და გვექნება კომუნიკაცია პროფესიონალებთან, რომლებიც ისაუბრებენ ვინ როგორ მოიაზრებს რა არის საბჭოთა მემკვიდრეობა, მაგრამ ავხსნი რატო გადავწყვიტე კოკასთან ამ თემაზე მესაუბრა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თვითონ ეს პლატფორმა არ იარსებობდა, რომ არა საქართველოს უნივერსიტეტი და შესაბამისად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და შემდეგ ასევე მინდა აღვნიშნო ზუსტად ისო, ჩვენ ბევრჯერ გქონდა ამ თემაზე საუბარი, ესე პირადი საუბრები, როდესაც იყო და ძალიან მომწონს ის აზრები, რომელსაც ზოგადად ჩვენ აფიქსირებ ხოლმე და მგონია, რომ უნდა ფართოდ ვისაუბროთ ამ საკითხებზე. თან მე ვარ ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა და სხვა წლებმა გატარებული. სხვა შორის მეც ერთი წელი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი არსებობდა, როდესაც დავიბადე. მოკლედ, კაი, კი ბატონო, დავიწყოთ. პირველი კითხვა იქნება ძალიან ზოგადი კითხვა. მე ვეცდები რომ უფრო თემატურად ჩავშალოთ, მაგრამ ზოგადი კითხვა. შენი აზრით რა იყო ეს საერთოდ საბჭოთა კავშირი? მოდი ეს რა მოვლენა იყო? ეხლა კი ისტორია ვსწავლობთ და მაგრამ რამდენად სათანადოდ ვაანალიზებთ ეს ერთი კითხვა. და აი შენ როგორ ახსნიდი რა იყო, რა მოვლენა იყო და მე გადავალთ ნელ-ნელა ეს მემკვიდრეობა და რა დაგვრჩა იქიდან, რომელიც გასაანალიზებელია ასევე. ისმენთ. საბჭოთა კავშირი იყო ძალიან მავნე იდეოლოგიაზე დაფუძნებული სოციალური ექსპერიმენტი, რომელშიც ძალდატანებით მონაწილეები აღმოჩნდით ჩვენ ქართველები. ვინაიდან ეს იყო იდეოლოგიაზე დაფუძნებული ექსპერიმენტი, შესაბამისად ამან იდეოლოგიურად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე, თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ მშობლების თავაზე. და ის გავლენა, რაც მოახდინა საბჭოთა კავშირმა, რა თქმა უნდა, ერთბაშად აღმოფხრადი არ არის. ამას დაჭირდება თაობები, ამ ყველაფრის აღმოფხვას 70 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირი, 70 წლის განმავლობაში მრავალმა თაობამ გაიარა ამ ქვეყანაში და ძალიან მოხდა ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ კულტურაში იმ იდეოლოგიის ინფილტრაცია, რასაც საბჭოთა კავშირი ავრცელებდა. თან უნდა აღვნიშნოთ, რომ რა დროში მოხდა ეს. თავისთავად ქართული საზოგადოება რა ქართველიერი განვითარების რა ეტაპზე შეხვდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირში ძალდატანებით გაწერიანებას, ხო? როცა რუსეთმა მოახდინა საბჭოთა კავშირმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. სხვა შორის თვითონ ეს ტერმინიც კი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, აი რომ გავიხსენოთ რა ქვია ამ ტერმინს. გასაბჭოება. ჩვენ კი არ ვიძახით, რომ რუსეთმა დაგვიპყრო, ან რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, არამედ რუსეთმა მოახდინა ჩვენი გასაბჭოება. აი ესეთი რაღაც ამ გასაბჭოებაში თითქოს ესეთი ნეიტრალური ტერმინი გავსაბჭობდით. აი რას ისას გავსაბჭობდით. ეს დაგვიყრო სხვა სახელმწიფო. მაგრამ მნიშვნელოვანია რა ეტაპზე ვიყავით ჩვენი ერის ფორმირების. სიამოვნებაში ერებს
გარკვეული ისტორიული ეტაპები აქვს ფორმირების, ხო? განვითარების, რა თქმა უნდა. შუა საუკუნეების ერი განსხვავდება ახალი ეპოქის ერისგან, განსხვავდება თანამედროვე ერისგან, ხო? მაგალითად, რო ავიღოთ ჩვენი დიდებული ვეფხვის წყალოსანი, არსად არ არის ნახსენები ერი, ხო? არის ბევრგან ღმერთი ნახსენები, არის მეფე ნახსენები, სადმე არის ერი ნახსენები, არსად არ არის, ხო? ანუ იმდროინდელი აღქმა ერისა სრულიად განსხვავებული იყო. სხვა აღქმა იყო ახალ ეპოქაში. პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ის თანამედროვე აღქმა ერის, ნაციონალიზმის ის აღქმა, რაც ახლაც გაგოჩნია, ილია ჭავჭავაძიდან მოდის რეალურად. და ეს აღქმა ჯერ საკმაოდ მცირე ნაწილში იყო ჩვენი საზოგადოების, ალბათ უფრო ინტელექტუალურ ელიტაში, თანამედროვე აღქმა ერის, რა არის ერი, ეროვნული იდენტობა, ეს აღქმა იყო საკმაოდ მცირე ნაწილში. ეს მცირე ინტელექტუალური ნაწილი ყველაზე უფრო დაზარალდა 20-იან და 30-იან წლებში. რაღაც ნაწილი უბრალოდ ქვეყნიდან აღმოჩნდა იძულებით ემიგრირებული, რაღაც ნაწილი რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შუა საუკუნეებიდან ისე შევედით თანამედროვე ეპოქაში, რომ საბჭოთა კავშირში პერიოდში აღმოჩნდით თანამედროვე ერი. და შესაბამისად ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ახლა ჩვენ ეროვნულ იდენტობად მიგვაჩნია, სწორედ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. ამიტომ საბჭოთა კავშირი ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, რამდენად კარგია ეს იდენტობა. რამდენად კარგი არის ის, მაგრამ ფაქტი არის, რომ არის საბჭოთა კავშირი ყველა ჩვენგანის სულში. პრინციპში შენ უკვე რაღაც დონეზე აღნიშნე, რატომაც გადავწყვიტე ამ სეზონზე ამ თემისთვის დამეთმო. ზუსტად ეგ არის, რომ რას ვეძახით ქართულ ტრადიციას, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრჯერ რომ მეერე უფრო ღრმად შევსულ ვარ ან გამომიკვლევია, მოდი ესე ვთქვათ, ვერ ვიტყვი, რომ სუფთა საუკუნეების განმავლობაში წამოსული ჩვენი ტრადიცია იყო რა. ნუ ესეც ძალიან დიდი განხილვის საკითხია, მაგრამ ან უფრო მივსულ ვართ, რომ იყოს რაღაცა საბჭოეთიდან წამოსული დამკვიდრებული, მათ შორის წარმოდგენა ვინ არის რეალურად ქართველი, ხო? ანუ იგივე დღესაც ეს ცნობილი ფრაზა რომ არის ელარჯს გაუწელავენ და ასე შემდეგ, ხო? ან რაღაც ისეთი მოცემულობა, რომელსაც დღეს ეძახიან, რომ აი თითქოს ეს არის ქართველი. ქართველი ვისი წარმოდგენით? რუსების თუ საბჭოური წარმოდგენით თუ ისტორიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ იგივე ილია ჭავჭავაძე ძალიან კარგი მაგალითი ახსენდა და სხვა პოდკასტებში აუცილებლად მექნება გავამახვილებ ყოველ შემთხვევაში ილიაზე, იმიტომ რომ ილია იყო ის და მისი დასი და ის პერიოდი იყო, სადაც უკვე გადააზრება ხდებოდა რაღაც ფეოდალური წყობიდან თითქოს რაღაც თანამედროვეობამდე უნდა წავსულიყავით. მაგრამ, ხო, ეგ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც დავიწყე და ეგ არის გადავიაზროთ ტრადიციები, მაგრამ, მე ვერ ვხედავ ხოლმე არსებითად ამაზე ჩაღრმავებულ საუბარს. იმიტომ რომ როგორც კი იწყებ რაღაცა დონეზე საუბარს, რომ აი არის კი რაღაცა ჩვენი ტრადიცია, იმ წამსვე ცოტა სენსიტიური ან აგრესიის, ან კიდევ ცოტა რთული თემაა. რა თქმა უნდა, ახლა ვერ ვეცდებით ერთ პოდკასტში რომ ყველაფერი დავფაროთ, მაგრამ რა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში უნდა გავშალოთ ხოლმე მაქსიმალურად თემა და ძალიან კარგად წარმოაჩინეთ ჩემი აზრით მოკლედ პირველ კითხვაში. კი, საბჭოთა კავშირი იყო სპეციალურად ალბათ იდეოლოგიურად ინდოქტრინაციას აკეთებდა ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცა ახალი აზროვნებითი კატეგორია შეექმნა და ახალი ადამიანი, ხო, პრინციპში ეს პრინციპი ბევრი ადამიანური იყო ამოშლილი. რა თქმა უნდა, არ გათვალისწინებული. თავიდან ბოლომდე გეთანხმები, უბრალოდ მოდი ახლა აქაც ჩაუღრმავდეთ რა, აი ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რა არის დაიშალა საბჭოთა კავშირი? აღარ არსებობს, ფურცელზეა ისტორიაში უკვე არის, მაგრამ ჩვენ მენტალობაში დარჩა. აი შენ რას მიიჩნევ, აი რა არის ყველაზე საბჭოური, რომელიც თუნდაც იმ თაობას, რომელსაც არ უცხოვრია და დაიბადა დამოუკიდებელ საზოგადოებაში, ხო? შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა მაინც ეს მემკვიდრეობით აქვს გადასვლა, აი რა შეიძლება იყოს. მე ბევრი ახსნა მაქვს ამაზე, მაგრამ მაინტერესებს ალბათ ბევრი რამე არის, ბევრი რამე არის ჩალექილი, მაგრამ ხა პირველი რასაც გამოვარჩევდი, რაც არის პირდაპირ ყვირის, ეს არის პატერნალიზმი. პატერნალისტური დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი. ამას ახსნი უფრო რას ნიშნავს, როდესაც მოქალაქეს მიაჩნია, ეს არის შვილივით და მშობელი არის სახელმწიფო. ანუ ვიღაცა მეურვე არის, პატრონი არის სახელმწიფო. და ეს აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ არის
თავისუფალი და არ არის საკუთარი თავის და სხვების მიმართ პასუხისგებლიანი. პასუხისგებლობა თავისუფლება ეს ერთი მედლის ორი მხარეა, ხო? თუ მე თავისუფალი ვარ, პასუხისგებელიც ვარ ჩემ ქმედებაზე. თუ მე არა ვარ თავისუფალი, მაშინ შესაბამისად პასუხისგებლობაც ჩემი მცირეა. საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშეც კი ნაკლებად ქონდა პასუხისგებლობა. იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფო, რომელიც გასაქმებდა ავა თუ კარგად. ეს იყო სახელმწიფო, სადაც შენ ბევრ რამეზე გადაწყვეტილებას არ იღებდი, არამედ სახელმწიფო იღებდა შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ბევრ რამეში. საზღვარგარეთაც კი ძალიან იშვიათი იყო, რომ ვიღაცას ქონდა შესაძლებლობა საზღვარგარეთ წასულიყო, მაგრამ თუ მიდიოდა, აუცილებლად მიყვებოდა ვიღაცა სახელმწიფო წარმომადგენელი, მანამდე აფრთხილებდა, რომ აი შენ მიდიხარ რაღაცა უცხო სამყაროში და იქ შენ არ ვიცი რა დაგემართება და ამიტომ უნდა გიპატრონოს ვიღაცა. ეს ძალიან დიდი დაღი არის ჩვენ ფსიქიკაზე, ჩვენ ეროვნულ ფსიქოლოგიაზე და აქედან ჩვენ ჯერაც ვერ გამოსულართ. პრინციპში ქართველი იყო დიდი ბავშვი. რო ავიღოთ ფილმებშიც კი რო ავიღოთ როგორი არის ქართველის პროტოტიპი მაგალითად ფილმებში. ავიღოთ 40-იანი წლების, აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ჯარისკაცის მამა. როგორია ჯარისკაცის მამა? რა თქმა უნდა ის დადებითი პერსონაჟია, ძალიან საყვარელია, მაგრამ ის თითქოს დიდი ბავშვია, მოხუცი ბავშვია, ხო? თითქოს გარე სამყაროში ის ვერ იქნება საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, საკუთარ თავს ვერ მოუვლის. იმიტომ რომ გარე სამყარო არის, რა ვიცი, ომია, ტანკები, ახალი ტექნოლოგიები და ეს თითქოს გადმონაშთია ძველი სამყაროსი, ძველი დიდების გადმონაშთია კი ბატონო თავისი, რა ვიცი, გნევავს არისტოკრატიული ელემენტებით თუ ასე. მაგრამ ეს არის ხო, მაგრამ ძიძინჯით ყველაფრით, მაგრამ ეს არის დიდი ბავშვი. ასეთი არის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მოხუცი კაციც და მე ვავიღოთ აი 70-იანი წლების ჯელი მიმინო, ხო? ესეც როგორი კაცია, ძალიან კაი კაცი არის, მაგრამ ასევე დიდი ბავშვია, ხო? თავისით იმაში გერმანიაში სათამაშოს ყიდვაც არ შეუძლია, ხო? ვიღაცა უნდა გაყვეს და აყიდინოს რაღაც სათამაში, ხო? წვალე ნიანგი. ანუ დიდი ახალგაზრდა იქნება, მოხუცი იქნება, თუ ვინ იქნება საბჭოთა კავშირის დროს ადამიანი და ქართველი ეს არის დიდი ბავშვი. დიდი ბავშვი, რომელსაც პრინციპში როგორც ბავშვს ბევრი რაღაცა ეპატიება. საბჭოთა კავშირში ჩვენ ბევრი რაღაცა გვეპატიებოდა. მაგალითად, მით უმეტეს ქართველებს. თქვათ იგივე მოსკოვში ვიღაცა რო თქვათ რუსი რო გადასულიყო შუქნიშანზე, თქვათ წითელზე რო გადასულიყო, ალბათ ვიღაცები გაკიცხავდა როგორ შეიძლება. ქართველი რო გადასულიყო, არის ყველა ესეთი იმით შეხედავდა. ხო, არის ერთ-ერთი ახსნა იმის, რომ აი ხა შერასაც ამბობ, თუნდაც ცოტა ახლა თაობებად არ მიყვარს ხოლმე ადამიანების დაყოფა, მაგრამ ნუ იმ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც უცხოურია საბჭოთა კავშირში, არის ხოლმე ნოსტალგიური დამოკიდებულება, რომ აი რა ქვეყანა დაინგრა, მაგალითად ეს ფრაზა გამიგია. ანუ თითქოს ერთის მხრივ შეიძლება მასეც აიხსნას, რომ აი თითქოს რაღაცები შეიძლებოდა, რომ ხო რა ეპატია შენთვის აი ვიღაცისთვის თუ ეს დასაშვები არისო, ნუ შენთვის თითქოს რაღაცა დონეზე დასაშვები იყო. აი ვითომ ეს მარტო ქართველების მიმართ იყო ეს ფაქტორი ეს მიდგომა თუ ზოგადად სხვა ქვეყნებისთვისაც იყო. ანუ შენ რამდენადაც მასე გამიც პასუხი. ქართველები ვიყავით ცოტა ინფანტილურები, ქართველზე იქნებოდა პროტოტიპი, რომ ქართველი ესეთნაირი არის, ქართველს ბევრი რამე ეპატიება, ქართველს ცოტა ისეთი ხუმრობით უნდა შეხედო, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ქართველი დასაცინი იყო, ნამდვილად არა. აი, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რუსული კინო არის ივანე ვასილის ძერო იცის პროფესიას, ხო? აი შუა საუკუნეების მეფე აღმოჩნდება თანამედროვე მოსკოვში. აი როგორ სიტუაციაშია, ცოტა კომიკურ სიტუაციაშია ეს ადამიანი, ხო? მაგრამ ვინმეს გაუჩნდება სრულიად დასაცინი არ არის. დასაცინი კომიკურია, მაგრამ დასაცინი არ არის. ქართველი ცოტა კომიკური იყო, მაგრამ დასაცინი არა, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაცა ძველი დიდების არისტოკრატიზმის რაღაცა გადმონაშთი, როგორც ივან ვასილის ძესა რა მეფეა ბოლოს და ბოლოს, ხო? მაგრამ კომიკურ სიტუაციაში. ქართველიც ასე იყო. გადმონაშთი რაღაც წარსული დიდების, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებისთვის სრულიად შეუსაბამო. ანუ ქართველები ასეც იზრდებოდით და ასეც იყო ჩვენზე წარმოდგენა, რომ ჩვენ თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენ არ შეგვიძლია არც საკუთარი თავის მართვა, არც ქვეყნის მართვა არ შეგვიძლია, არც არაფერი. ესეთი სერიოზული საქმეები ჩვენაც უნდა გადაწყვეტოთ. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია რაღაცების კეთება, მაგრამ სერიოზულ საქმეებში მოდი სერიოზულმა ხალხმა იზრუნონ ჩვენზე და ჩვენ სხვა რაგირა კარგად ჭამეთ, კარგად სვით, კარგად მოიხინეთ, მაგრამ სერიოზულ საქმეებს თქვენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ. ეს იყო დაახლოებით დამოკიდებულება ქართველისადმი. სინამდვილეში ეს არნიშნავს იმას, რომ ესეთია ხო ქართველი. ჩვენ
შევხედოთ იგივე საბჭოთა კავშირშიც ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი იყო, ძალიან ბევრი ქართველი ექიმი იყო, მაგრამ იქნებოდა ხატი ასეთნაირი, რომ ამას არავინ არ უსვამდა მადამაინც ხაზს. მაგალითად, გაგიგიათ, რომ ქართველის ის ყოფილი იყოს, რომ ქართველი არის ცნობილი მაგარი ექიმი, მაგალითად, ან ქართველი არის მაგარი მეცნიერი. ესეთი ხატი ქართულზე არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში პრაქტიკულად ვერ ნახავდი საავადმყოფოს, სადაც ქართული ექიმი არ ყოფილიყვნენ, როგორც წესი თან თავარი ექიმები იყვნენ ხოლმე და ძირითადად მეგრული გვარებით. მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ექიმი არის რუსეთში. საქართველო იყო პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის მომარაგებელი ექიმებით. მაგრამ არასოდეს არ იქნებოდა ასე არ პოზიციონერებდა ქართველი როგორც მაგარი მეცნიერი. გამახსენა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, არ ვიცი ცოცხალია თუ არა, დორენკო, რომელმაც ასევე მეორე ცნობილ პროპაგანდისტ პოზნერთან გადაცემაში აღნიშნა, აი ესე ახასიათებს იქ სომხებს, ქართველებს და ნუ სომხებზე ამბობს, ესენი არიანო ხალხი, რომელსაც აი რაღაცა რო გაფუჭდებაო, რომ დააწებონო და ასე შენა. ქართველები ესენი არიანო სცენიჩნიელუძე, ანუ სცენური ხალხი რა, ანუ ისინი არიანო აი რაღაცა ბრილიანტი, რაღაცა დიდი მასში და ასე შეგვიძლია. ჩვენ ვიყავით წარმოდგენა სცენიჩნი, აი ეს ბევრის მტკველია თითქოს რა. Создал грузинов для тостов, вы понимаете? Они блистательные. Грузины и тосты. Для кино? Для кино, для тостов. для пения, абсолютно, для пения, сцены. для живописи. Господь создал грузин для сценичности. Это красивые, веселые дети. Вы любите Это веселые дети. Ну да, грузин, да. ეს ძალიან ბევრს თქვენია მართლა ჩვენ ზოგადად საბჭოთაში ვიყავით რომ ადამიანები რომელსაც შეგვიძლია კარგად გაგვერთო კოლონიზატორები ხო აი ეს რომ ელარჯის გაწევა ეს საიდან ჩვენ ვიყავით ის საზოგადოება ის ხალხი რომელიც სადაც ჩამოდიოდნენ და მე კარგ დროს ატარებდნენ რუსები თუ სხვები და რაც ძალიან დიდი ცინიზმია რეალურად ძალიან დიდი ცინიზმია ჩადებული ძველი ერის მიმართ მაგრამ ეს ბევრ რაღაცაში ვლინდება ეხლაც კი ჩვენ ცხოვრებაში. აი მაინტერესებს. აი ის რომ მაგალითად რო შევხედოთ თქვა ჩვენ პოლიტიკასაც კი ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი საზოგადოებრივი ქსოვილი არ არის ინსტიტუციების მშენებლობისკენ მომწიფებული იქ რო აშენოს ინსტიტუციები. არამედ ჩვენ ვართ სწორედ ესეთი ჰეროიკული ვიღაცა გამოჩნდება გმირი, იმას გაყვება აი საზოგადოება ჩვენ ვართ უფრო ადამიანებზე, ინდივიდუალზე, ჰეროიკულ ადამიანებზე მომყურალი, მომზირალი საზოგადოება და არა საზოგადოება, რომელიც ნანა ქმნის სხვა ინსტიტუციებს, ქვევიდან ზევით და არა ზევიდან ქვევით. მაგალითად, იგივე პარტიებიც კი ჩვენ შემთხვევაში არის კონკრეტულ ვიღაც პოლიტიკოსზე მის ირგვლივ შექმნილი პარტიები. ეს არ არის პარტიები, რომელიც რაღაცა სოციალურმა ჯგუფმა, თქვა რა ვიცი, შრომელებმა გნევას თუ რეწველებმა თუ ვიღაცებმა ჩამოაყალიბეს იქ ჯერ პატარა ერთეულები შეიქმნა, თქვა პროფკავშირები ან სხვა ტიპის ინტერესთა ჯგუფები და მე ამ ინტერესთა ჯგუფების გაერთიანების შედეგად რაღაცა შეიქმნა პარტია, რომელსაც გააქვს ამ ინტერესთა ჯგუფის ინტერესები და ცდილობს რომ ეს გაატაროს პოლიტიკაში. ჩვენ თქო ასეთი სერიოზული სოციალური ქსოვილები ჯერაც კი არ არის შექმნილი. არამედ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც რაღაცა ერთი ესეთი რა ქვია პოპულარული ადამიანი მოახერხებს გაერთიანებს ადამიანს და ხა ეს არის არა სტაბილურობის ნაწილი ჩვენ პოლიტიკაში. ერთი საკითხი შენ გაამახვილა ყურადღება პასუხისგებლობაზე. ეს სხვათა შორის ასევე ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ მთელი იდეოლოგიები არის ამაზე შექმნილი, რომელიც დაობს რა არის თავისუფლება. მეც ვემხრობი მოსაზრებას ჯერ კიდევ რომელსაც ილია ჭავჭავაძეც დიდი ენთუზიაზმით ამაზე ამახვილებდა ყურადღებას თავის ნაწარმოებებში, მათ შორის ცხოვრება და კანონი, ანუ თავიდან ბოლომდე მისი მთელი აზრი ჩაქსოვილი იყო ზუსტად იმისკენ, როგორი უნდა ყოფილიყო მის წარმოდგენით რეალურად ქართველი რა და როგორი მიდგომები უნდა ყოფილიყო ზოგადად. მაშინ ახლა ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას წარმოდგენილი როგორიც ქონდა ავტონომიის ფარგლებში ადამიანი, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებლიანი. აი რა არის პასუხისმგებლობა? ერთ ფაქტს გავიხსენებ. მოკლედ ვეცდები რომ მოვყვე, ერთი პერიოდი, როდესაც აქტიურად საადვოკატო საქმიანობით ვიყავი დაკავებული,
მაშინ ესე მახსოვს თითქოს რომ მობილურით ვერ ვიძახებდით ხოლმე ტაქსს და ქუჩაში გამოვიდი, გავაჩერე, ჩავჯექი და დაინახა ტაქსისმა წინ ვიჯექი რა, დაინახა რომ ის იყო რა ქვია, მაშინ მე მგონი შეიძლებოდა წინ დაჯდომა, ახლა რამდენადაც ვიცი მე მგონი აკრძალულია. ქონა ბაინდერი მივდიოდი პროცესზე, მომზადებული ვიყავი და უცებ ეს ტაქსისტი მეკითხება რომ შენო თან რო გითხარი რომ საქალაქო სასამართლოში წამიყვანე, შენო ალბათ იურისტი ხარ და კი მეთქი და აუ რაღაცას კითხავ რა და ისმენ მეთქი და მოგეთქვა ბანკიდან გამოვიტანე სესხიო. სადაც ერთი ბევრი არ არისო რა, ერთი 10 თუ 15000 ლარი მითხრა როგორც მახსოვს რა და სამხმარებლო სესხი იყო, უზრუნველყოფა არ იყო და რამით შეიძლება ხა არ გადამიხდიაო არაფერი და რამით შეიძლებაო რომ მასაუქნაო რა ქვია მომედაუნო, კი მეთქი მოგედავებიან მეთქი რითი მეთქი და ნუ უხსნი ახლა რა მექანიზმები არსებობს, შეიძლება უზრუნველყოფა ხელშეკრულებით არ არის, მაგრამ სხვა რა მექანიზმები არსებობს, შეიძლება უძრავი იმ წავსვე ჩაერთო. არაფერი უძრავი ქონება არ მაქვს, მეუბნება. მეუბნები მეთქი, ნუ რაღაცა კიდევ ვფიქრობ, რაში შეიძლება მოდამ ვთხარი მეთქი მანქანა ეს მეთქი, არა ეს ჩემი მანქანა არ არის. და თუ წაიღებ რა ფასი ამას არაფერი არ აქვს მეუბნება და მე ნუ ხო საბოლოო ჯამში ვთხარი, ხო ესე თუ არაფერი ესე არ გაქვს, ვერ ამოიღებენ შესაბამისად ვერაფერს და ამიტომ არაფერი არ მოხდება მეუბნები და მე მეკითხება რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობაო, ანუ ციხეში დამიჭერენო და მეუბნები, არა მეთქი სამოქალაქო სამართლებრივ საკითხებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა არ არის გათვალისწინებული მეთქი და აი გულს ახლაც კი მახსოვს სახე რომ აი კბილები მთლიანად გამოაჩინა სიხაროს ისე გაიღიმა და გაუხარდა რა და ხა იმედოს ვერაფერი ვერ უთხარი, მაგრამ გულის სიღრმეში საბოლოო ჯამში აი დავინახე მაგ ადამიანში ყოველგვარი საერთოდ აღარც მახსოვს ახლა სახით, მაგრამ ესე რომ შემხვდეს ვერ იმას ვიზავ, მაგრამ ეს ფაქტი მახსოვს. და მე ბევრჯერ სხვასთან მოუყევი ეს ისტორია. დიდი ამბავი ხა ბანკს თუ 10-15000 ლარი არ დაუბრუნდებაო. ნუ მე ახლა არ ვცდილობ ბანკების დაცვას, იმიტომ რომ ბანკებთან მიმართებით როგორი და რანაირი პოლიტიკა შეიძლება არსებობდეს, ეგ საერთოდ სხვა საკითხია. მე აქ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე მაქვს საუბარი, რომ ადამიანს გაუხარ თავარი არ დამიჭირონ და მე რა ჩემი ვალდებულება შევასრულე თუ არა. აი ესეც ისე არ მინდა რომ ხა მაყურებელმა იფიქროს რომ ყველაფერს საბჭოთა კავშირს ვაბრალებთ. მაგრამ ალბათ მანამდე იყო ცოტა ქარაფშუტული დამოკიდებულება. კი, ჯერ კიდევ ილიას აქვს ძალიან კარგად აღწერილი ეს. მაგრამ ესეც მაშინაც რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით და კი ბატონო. მაგრამ აი იქითკენ მინდა წავიდე რომ ისევ შერაც თქვი რომ სახელმწიფო როგორც მშობელი ამის ალბათ ესეც ამ მემკვიდრეობის ნაწილია, იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ საზოგადოება რომელსაც არ აქვს გათავისებული თავისუფლებასთან ერთად პასუხისგებლობა, ის შექმნის მართლა აი როგორც შენ თქვი ინსტიტუციურად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს. და აი უფრო რომ განმარტო, იმიტომ რომ გვისაუბრე ამ პასუხისგებლობის ფენომენზე ზოგადად და აი შენ როგორ უყურებ, ან ეგ როგორ შეიძლება დასწავლადია ეს, თუ როგორ შეიძლება ეს მივიტანოთ საზოგადოებამდე შენი აზრით. მე თავისუფლების მიცემით. ეგ რა თქმა უნდა. პასუხისგებლობა რა არის? პასუხისგებლობა ეს არის, როდესაც ადამიანი ემოციით და იმპულსით კი არ მოქმედებ, არამედ მეტნაკლებად აცნობიერებს შენ ქმედებას, რა შედეგი მოყვება და მზად ხარ ამ შედეგისთვის. და იცი რომ ამ შედეგი შეიძლება შენთვის საზიანო იყოს და შესაბამისად უკვე რაღაცა ნაბიჯებს დგამ ამ შედეგის ან თავიდან ასაცილებლად, ან რისკების შემოსასაზღვრად, ან ასე შემდეგ. ან აცნობიერებ და ეგუებ იმას, რომ მიდიხარ ამ რისკზე. ნახე რა ხდება, როდესაც ადამიანები იზრდებიან არა თავისუფალ გარემოში. ასეთ დროს მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ ბევრი სხვა გადაწყვეტილება მიიღონ და თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ მიიღო გადაწყვეტილება და მე პასუხი აქვს შენ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად არ გიმუშავდება თავიდანვე ეს უნარი, რომ განჭრიტო რა შედეგი ექნება შენ ქმედებას და ემოციურად მოემზადო ამ შედეგისთვის. და რაც გექმნება შენ გამოცდილებას რასაც იცენ პატერნალისტურ ესეთ მეურვე სახელმწიფოში, ისე რომ შენი ქმედებით შეიძლება რაღაცა შენთვის საზიანო შედეგამდე მიხვიდე, მაგრამ ვიღაცა გიპატრონებს. ან სახელმწიფო გიპატრონებს, ან ვიღაცა გიპატრონებს და ბოლომდე განწირული არ იქნები. ანუ მაგათ შენ შეიძლება აიღო სიტყვაზე ვაგოს სესხი არ დააბრუნო, მაგრამ სამგოთ არ ვიცი, სახელმწიფო გაპატიებს, ან ვიღაცა რაღაცა იქნება მე. ეს არის ის დამოკიდებულება, რაც ადამიანს უჩნდება სახელმწიფოსადმი, ადამიანს უჩნდება საზოგადოებისადმი, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანი ინდივიდი არ არის თავისუფალი და იქ სადაც სახელმწიფო არის მეურვე და სახელმწიფო არის ძიძა. ასეთ გარკვეულ სასათბურო პირობებში
გაზრდილი ადამიანი და საზოგადოება, რომელიც ასეთი ადამიანებისგან შედგება, მერე უცებ რომ აღმოჩნდება რეალურ სამყაროში, სადაც უცებ შევა პატრონის აღარ ყავდეს. ის რეალურად არის როგორც ბავშვი საზოგადოებაში, როგორც დიდი ბავშვი და ის რა თქმა უნდა მერე ზიანდება რეალურად მან შემომართლა თავის საზიანო გადაწყვეტილება მიიღოს გარკვეულ იმპულსზე, გარკვეულ განწყობაზე და მას არ აქვს უნარი რომ განჭრიტოს მის სამქმედებას რა შედეგი მოყვება. ეს პრობლემა ჩვენ ყოველთვის გვქონდა, იმიტომ რომ ჩვენ სანამ საბჭოთა კავშირში შეიქმნებოდა მანამდე იმპერიის ნაწილი ვიყავით, კოლონია ვიყავით, ან ჩვენ პრინციპში გვაქვს 200 წლიანი წყვეტა სახელმწიფოებრიობის. და ეს სახელმწიფოებრიობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. კი სწორია, სახელმწიფოში შეიძლება ძალიან მცირე წრე იყოს საზოგადოების, რომელიც სახელმწიფო მართვაშია ჩართული, მაგრამ ის წრე რო არსებობს, ეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცები არსებობენ, რომელიც იღებენ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, რაღაცა გადაწყვეტილებას, მაგათ არის გზა გაიყვანონ თუ არა სოფლიდან სოფლამდე, რო არსებობს რაღაცა კლასი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. და ჩვენ რო არ ქონდა 200 წლის განმავლობაში იმის საშუალება, ასეთი გადაწყვეტილებებს კი მიგვეღო, ამან ჩვენ პრაქტიკულად გავგზარდა მართლა დიდ ბავშვებად. და ეხლა რა თქმა უნდა გვიჭირს უცებ აღმოჩნდით თავისუფლები ეს დიდი ბავშვები და ჩვენ გვიჭირს ორიენტირება და კოორდინირება ამ სამყაროში. რომელზეც მე დორენკო ამბობს, რომ ძალიან სენური ადამიანები არიან. კი ბატონო. ნუ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, იმიტომ რომ კი ბევრჯერ გქონია ამაზე საუბარი, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო კარგად გაიშალა იგივე ამ პასუხისგებლობის საკითხი. როდესაც გვექნება სხვა გადაცემები, ალბათ სულ იტრიალებს ეს თემა. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მე მინდა რომ უფრო მეტად გავამახვილოთ ამაზე ყურადღება და ხო, საინტერესოა. მოკლედ, შემდეგი კითხვა ისე როგორ იქნება, რომ არ დაუსვა ახლა რექტორს, ხო? უნივერსიტეტი. ზოგადად უნივერსიტეტი როგორც მოვლენა ჩვენთვის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ხო? ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში. როგორ მივედით იქამდე, აი ეს არა, ჩემი კითხვა როგორ მივედით, რომ შექმნილიყო უნივერსიტეტი უფრო ის ისტორიულ წიაღისეულებში არ მინდა რომ გადავიდე. აი, შენ როგორ ფიქრობ, აი, როცა ჩვენ ვამბობთ განვითარებული თავისუფალი საზოგადოება, აქ უნივერსიტეტმა რა როლი უნდა შეასრულოს, ან იგივე საბჭოური მემკვიდრეობის გადააზრება ანალიზში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობა რაც არის, რა არის თანამედროვე უნივერსიტეტი შენი აზრით? ანუ ცოტა რთული კითხვაა, რა თქმა უნდა დავყოთ, რომლიდანაც გექნება სრული იქიდან დაიწყე, მაგრამ აი ეს კითხვა ძალიან სერიოზული განხილვის საკითხია, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, დასავლეთში, აი რა არის თანამედროვე უნივერსიტეტის კრიტერიუმი, ხო? ერთი პასუხი ამაზე არ არსებობს. ნუ, შენ მართავ უნივერსიტეტს უკვე ბევრი წელია, გააგშენი ხედვა, კონცეფცია და რა თქმა უნდა, თქვენ აქედან დავიწყოთ და მერე გადავიდეთ მათ შორის რა როლი უნდა ითამაშოს ახალი საქართველოს შექმნისთვის უნივერსიტეტებმა და უმაღლესმა განათლებამ. პირველი და ნიშანდობლივია, რომ საქართველოს 3 წელი იყო დამოუკიდებელი და როგორც კი თავისუფლება მოიპოვა, დაარსდა პირველი უნივერსიტეტი მრავალ საუკუნოვანი წყვეტის მერე, ხო? და რეალურად იმ უნივერსიტეტმა ძალიან ცოტა ხანი იარსება, იმიტომ რომ მე რაც სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე რო გახდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღარ იყო თლა იმისი მემკვიდრე, რაც თავის ძროზე დაფუძნდა. სხვადასხვა ის პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ივან ჯავახიშვილმა ხომ დააფუძნეს, ის იყო კერძო უნივერსიტეტი. და ის რა თქმა უნდა იყო პირველ რიგში იმ ეროვნული ინტერესების მატარებელი, რაც იმ დროს სახელმწიფო და ქართულ ერს გააჩნდა. და ივანე ჯავახიშვილმა როგორც თანამედროვეობაში პირველი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ჩემი აზრით, გარკვეული სული ჩაასხა უნივერსიტეტში. რაც გამოარჩევს ქართულ უნივერსიტეტს, რა არის ქართული უნივერსიტეტის სული. თავად ეს სული გადადის თავისთავად იდეაში. ეს არის ქართული უნივერსიტეტის იდეა. ქართული უნივერსიტეტის იდეა ეს არის, რომ იყოს ქართველი ერის და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. პირველი როცა მიმართვა გააკეთა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტების მიმართ, მან თქვა, მაშინ და როცა რუსეთის არმია შემოიჭრა საქართველოს საბჭოთა კავშირს, მან თქვა, რომ მე უნდა წიგნებისკენ და კალმისკენ მოგიწოდებდეთ, მაგრამ ახლა ის დრო როცა იარაღი უნდა აიღოთ და სამშობლო დასაცავად წახვიდეთ, ხო? ანუ ამით მან პრინციპში უჩვენა
აი ესეთ კრიტიკულ მომენტში რა არის უნივერსიტეტის როლი და ზოგადად რა არის უნივერსიტეტის როლი. საბჭოთა უნივერსიტეტი ეს კიდე სხვა ფენომენი არის, სრულიად განსხვავებული ტიპის უნივერსიტეტია, ვიდრე დასავლური უნივერსიტეტი არის ზოგადად და რაც არის დასავლური უნივერსიტეტის იდეა. მოდი დავიწყოთ იმით, რა არის დასავლური უნივერსიტეტის იდეა. დასავლური უნივერსიტეტის იდეა არის, როდესაც რაღაცა მიმართულებით იქნება ახალი ცოდნა, მეცნიერები იქნება ეს ფიზიკაში, ქიმიაში თუ ფსიქოლოგიაში, ქმნიან ახალ ცოდნას, იკვლევენ, აღმოაჩენენ რაღაცებს და აი ეს ხალხი, რომელიც ამ ახალ ცოდნას ქმნის, ის გადასცემს კიდეს ამ ცოდნას. საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტი ესეთი არ იყო. საბჭოთა კავშირში მოხდა მეცნიერების და სწავლების გაყოფა. ითვლებოდა, რომ მეცნიერება უნდა კეთდებოდეს აკადემიის ინსტიტუტებში, იყო მეცნიერებათა აკადემია, რომელიც შედგებოდა მრავალი ინსტიტუტისგან, იყო ეს თქვა საქართველოში ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, ბაქტერიოფაგების ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უამრავი. მეცნიერება როგორც წესი იქ კეთდებოდა. და უნივერსიტეტებში ძირითადად ისწავლებოდა. აი ეს გამიჯვნა კვლევას და სწავლებას შორის არ არის დამახასიათებელი დასავლური იდეისთვის უნივერსიტეტის. დასავლურ უნივერსიტეტში ეს გაერთიანებულია. და კიდე მეორე უმნიშვნელოვანესი რამ არის, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ეკოსისტემა, რომელშიც ცხოვრობს ეს უნივერსიტეტი, რომელიც ასაზრდოებს უნივერსიტეტს და უნივერსიტეტი ასაზრდოებს ამ ეკოსისტემას. აი, მოუყვა ეს დაახლოებით რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ მეცნიერი, რომელმაც დავუშვათ აღმოაჩინა ქაღალდის ფორმულა და შექმნა ქაღალდი. აი მეცნიერის ინტერესი არის, რომ ისევ გააგრძელოს კვლევა. როგორც წესი მეცნიერის ტვინი არ არის ორიენტირებული იქითკენ, რომ იფიქროს, აბა ხა ამ ქაღალდს როგორ გამოვიყენებ, როგორ გავყიდი და რაში გამომადგება, ხო? ეს არ აინტერესებს მეცნიერს განაშე, უბრალოდ არ აინტერესებს. მისი ფიქრი არის სხვა რაღაცკენ მიმართული, ისევ შეიძლება კიდე გააგრძელოს კვლევა და მერე შექმნას მუყაოს ფორმულა. ადამიანს ვისაც აინტერესებს მოვა და კი, მაგრამ აი ეს არის საინტერესო, რომ უნივერსიტეტის ირგვლივ აუცილებლად არსებობს უამრავი ანტრეპრენიული ტვინის ადამიანი, რომელიც უცებ იფიქრებს, რომ ამ მეცნიერმა რომ ქაღალდის შექმნა, მე ამას გამოვიყენებ იმაში, რომ ეს ადამიანები ტყავზე რო წერენ რაღაცა, ეს მოდი ხა ფურცლებს დავამზადებ და იქნებ მოინდო ფურცელზე წერა და გავყიდო და გავდიდე. ვიღაცა იფიქრებს, რომ ირაკაი ამ ქაღალდით მე ავდგები და რაღაც იმებზე ციგს გავაკეთებ, მაგალითად ციგნების ბეჭდვაში გამოვიყენებ, ხო? ვიღაცა იფიქრებს, რომ მე ქაღალდიდან პაკეტს გავაკეთებ, სადაც ადამიანები რაღაცას ჩადებენ და რო ივაჭრებენ, წამოიღებენ, ხო? უამრავი გამოყენება შეიძლება ქონდეს ქაღალდს. რაზეც მეცნიერს არ ვფიქრია. მაგრამ ეს არის უამრავი ანტრეპრენორი, რომელიც ქმნის სტარტაპს და თუ ამ სტარტაპმა გაამართლა, მე იმის უკან არის უამრავი ინდუსტრია, რომელიც ადგება და ამის მასიურ წარმოებას დაიწყებს, ხო? ანუ უნივერსიტეტიდან როგორ მიდის ცოდნა ანტრეპრენორულ სტარტაპებში და სტარტაპებიდან როგორ ხდება მე გადასვლა ინდუსტრიაში, ეს არის მთელი ეკოსისტემა, რომელიც ასაზრდოებს უნივერსიტეტს. რატომ? იმიტომ რომ აი ამ სტარტაპმა რომ გამოიყენა ამ მეცნიერის გამოგონება და მე ეს ინდუსტრიაში რომ დაინერგა, ეს ამ მეცნიერს პატენტი აქვს და ამ პატენტი და შემოსავალს იღებს მეცნიერიც და უნივერსიტეტიც. და რაც უფრო მეტი ასეთი გამოგონება ექნება უნივერსიტეტს, რაც უფრო მეტი კვლევა ექნება, რომლის კომერციალიზაციაც მოხდა, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება უნივერსიტეტს და მით უფრო მეტი ახალი კვლევის დაფინანსების საშუალება. აბა ხა შევხედოთ საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირში არსებობდა ეს ეკოსისტემა. არსებობდნენ ანტრეპრენერები, რომლებიც უნივერსიტეტში შექმნილ ახალ ცოდნას რამეში გამოიყენებდნენ, არა. იმიტომ რომ ჭირსტის უნივერსიტეტში როგორც წესი არ იქმნებოდა ახალი ცოდნა და წარმოება და მეწარმეობა აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში არსებობდა ინდუსტრია, მაგრამ ის ინდუსტრია არ იყო დაკავშირებული უნივერსიტეტთან. ინდუსტრიიდან არ მოდიოდნენ უნივერსიტეტში და არ ეკითხებოდნენ, რომ მაგალითად 31 ქარხანა რო უშვებდა თითრუნავებს, არ ეკითხებოდნენ მეცნიერებს, როგორ გავაკეთოთ, რომ აეროდინამიკა გამოვასწოროთ, ხო, როგორც წესი ნახაზები მოდიოდა საბჭოთა მოსკოვიდან. იქ კიდე სხვა ინსტიტუტები იყვნენ, რომელიც მაგაზე მუშაობდნენ. ანუ ზოგადად არ იყო კავშირი უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის. ჩვენ ეს მივიღეთ მემკვიდრეობით. ჩვენ მივიღეთ უნივერსიტეტები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პრაქტიკულად ინდუსტრიასთან. ანუ ჩვენ თუ ავიღებთ დასავლურ უნივერსიტეტს, დასავლურ მოდელს უნივერსიტეტისას, რომელიც არის ინდუსტრიის ძალიან მნიშვნელოვანი ეკოსისტემის ნაწილი, მაშინ შეიძლება თქვათ, რომ საქართველოში მქონდა სიტუაცია საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, როცა უნივერსიტეტი არ გქონდა. ასეთი გაგებით, დასავლური გაგებით უნივერსიტეტი ჩვენ აღარ გქონდა. აი, როგორ მივიდა სიტუაცია?
აი გავდავალ მაგას. ეხლა წარმოგიდგენთ ყველაზე უფრო ისეთი აი სილიკონ ველი, სადაც იქნება ყველანაირი სიახლეები, ძალიან ბევრი სიახლე მსოფლიოში, ხო? სილიკონ ველი რას წარმოადგენს? ეს არის სტენფორდი, ეს არის ბერკლის უნივერსიტეტი, კალტეკი და ტერიტორია ამ სამ უნივერსიტეტს შორის. იმიტომ რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტებში შექმნილი სპინ-ოფები არის ის, რაც მე ინოვაციებს ქმნის ბიზნესში, ხო? ჩვენთან ჩვენი ბიზნესების ინოვაცია საუკეთესო შემთხვევაში ეს არის, როდესაც ჩვენ უკვე არსებულ დასავლურ საუკეთესო პრაქტიკას გადმოვიტანთ და იგივე საკ გავაკეთებთ. მაგრამ მე მაგათ არ მახსენდება რაღაც ქართული ინოვაცია, რომელთაც თელი მსოფლიო სარგებლობს. ხო? იმიტომ რომ ამ ხრივ ჩვენ მოვიკოჩლებთ, იმიტომ რომ დასავლური ტიპის უნივერსიტეტები ჩვენთან არ იყო. შესაბამისად ეს ეკოსისტემა ჩვენთან უბრალოდ არ არსებობდა. ჩვენ ეხლა ვიწყებთ რეალურად, ჩვენ ეხლა გავთ პირველ ნაბიჯებს ამ ეკოსისტემის შენებლობის და ამ ასეთი ტიპის უნივერსიტეტების შექმნის. აი ილიას უნივერსიტეტი ასეთი ტიპის უნივერსიტეტია, საქართველოს უნივერსიტეტი ასეთი ტიპის უნივერსიტეტია, ეს არის უნივერსიტეტები, სადაც კეთდება კვლევები, სერიოზული კვლევები და მიდის მუშაობა ამ კვლევების კომერციალიზაციაზე. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან უნიკალური შანსი, რომ დავეწიოთ დასავლურ ამ დასავლეთის ეკოსისტემის შექმნაში. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ამ წუთას ჩვენთან ეს ეკოსისტემა ჯერ არ არსებობს და ამიტომ ვინაიდან ეს ეკოსისტემა არ არსებობს სტარტაპები, არ არსებობს ინდუსტრია, ამიტომ ვერც შეიქმნება უნივერსიტეტი. მაგრამ სამაგიეროდ ეს სოფლიო გლობალურია და ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ის გლობალური ეკოსისტემის ნაწილი გახდება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაცია გნება სილიკონ ველზე გავაკეთოთ, გნება სხვაგან ხო სოფლიოში. იმიტომ რომ დღეს გვაქვს ჩვენ მაგის საშუალება, თქვა 30-40 წლის წინ მაგის საშუალება არ იქნებოდა. დღეს არის მაგის საშუალება, იმიტომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტი და თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტების შექმნა საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს ამ ეკოსისტემის განვითარებას. ისე რომ ჩვენ გვაქვს ეს უნიკალური შანსი, ჩვენ არ უნდა გავუშვათ პირიქით, ჩვენ ყველანაირად უნდა მეტი თავისუფლება ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებსაც რა თქმა უნდა ჭირდება მეტი თავისუფლება. უნივერსიტეტი თავისუფლების გარეშე არ არსებობს. კი, და აი ბარემ ეს მომენტიც რო გავაგზავნოთ, გეთანხმები, ნუ საინტერესო ესე არც მომისმენია პრინციპში ვინმესგან ეხა შე როგორც უშუალოდ ალიბებ ამაზრს, იმიტომ რომ იგივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც რომ ქონია, სხვა შორის მიკვირს ხოლმე და მე პირდაპირ მithქვამს ხოლმე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვისაც, ხვებისთვის, რომ აი როცა საუბრობ აი თუნდაც მეტ თავისუფლებაზე, როცა საუბრობ ნაკლებად მაგალითად, უფრო მოდი დეცენტრალიზაციაზე რა, ამაზე თითქოს ყურში შეუშვები მეორეში ხვდებიან რომ უკეთესია, სწორია, მაგრამ თითქოს არ წარმოუდგენიათ ამ ქვეყანაში ეგეთი რამ. აი რწმენაზე უფროა დამოკიდებული, იმიტომ რომ ესეთი რამ იყო, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ჯერ კიდევ ჟირინოვსკი, როცა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო, მაგათ საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდა და პირდაპირ ამბობდა, რომ კადრიც მახსოვს, რომ ამბობს, რომ ქართველები კორუფციის გარეშეო, ეგ შეუძლებელიაო, ანუ ეგ როგორ ეგ სულში აქვთო და რაღაც აი თითქოს ეს შესიხორცებული აქვთ ქართველებსო. მაგრამ სწორი რეფორმების შედეგად აღმოჩნდა, რომ თურმე ამოვიდა, ხო, ამ წუმპედან ქვეყანა. ანუ შესაძლებელი არის. უბრალოდ ხანდახან აი რო ვაკვირდები, აქ გვეჩეხებით ხოლმე რწმენებს. აი როგორ ფიქრობ უნივერსიტეტებმა რა ნაბიჯი უნდა გადადგან, თუნდაც აი ამ არასწორი რწმენა წარმოდგენების გასანეიტრალებლად, ეს სწორი სიტყვა თუ შეიძლება რომ იყოს. აი რა ნაბიჯები უნდა გადაიძინოს. შენ კარგად აყალიბებ, ეგრე უნდა იყოს. გეთანხმები, ჩვენ გვჭირდება ძალიან სწრაფად დავეწიოთ განვითარებულ სამყაროს და გვაქვს ეს პოტენციალი. და თითქოს თუ სადღაც გვეჩქარება და მე მაგრად მიყვარს ჩვენს ხალხში ეს უნარი თვისება, რომ სწრაფად მოერგება სიახლეს, ეგრე რო არ ყოფილიყო ალბათ უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით, ისეთ სასწაულები გავიარეთ, სწრაფად ერგება და შეუძლია რომ მოერგოს სწორი დაგემისა თავისუფლების პირობებში. მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კი არიან ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ, მაგრამ არსებობს წინაწარმოდგენები, რომელმაც შეიძლება ის პოპულიზმის, პროპაგანდის, არასწორი მესიჯების და ინფორმაციის გავრცელებით ისევ გააჩინოს ნიჰილიზმი და შიშები, რომელმაც ეს პროგრესი შეიძლება გააჩეროს. აი აქ ხედავ უნივერსიტეტის როლს, ან უნივერსიტეტების როლს, მოდი ესე უფრო ფართოდ ვიტყვი და აი რა შეიძლება იყოს. უმთავრეს როლს ხედავ, უმნიშვნელოვანეს როლს, ეს არის პრაქტიკულად უნივერსიტეტი არის
ცენტრალური ჰაბი ახალი იდეების წარმოქმნის, ხო? მათ შორის ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობთ, იგივე ეროვნულ იდეებზე. ეს ყველაფერი ხო სინამდვილეში არის როგორც ხარარი იტყოდა ფიქციები, ხო? ჩვენ ცხოვრობთ ფიქციების სამყაროში. თვით უნივერსიტეტის ფიქციაა. და სინამდვილეში რა არის უნივერსიტეტი? ეს კედლები არის უნივერსიტეტი. ეს კედლები შეიძლება ღმერთმა დაიფაროს და ხანძარმა შეიწიროს, მაგრამ უნივერსიტეტი არ შეწყვეტს არსებობას. პროფესორ-მასწავლებლები არიან უნივერსიტეტი, არა შეიძლება პროფესორ-მასწავლებელი წავიდეს სულად ახალი თაობა მოვიდეს პროფესორ-მასწავლებელს, მაგრამ უნივერსიტეტი განაგრძობდეს არსებობას. სტუდენტები არის უნივერსიტეტი, შეიძლება სტუდენტების ნაკადები წავიდნენ, წამოვიდნენ, მაგრამ უნივერსიტეტი იქნება მაინც. არც მე არა ვარ ხო უნივერსიტეტი, მე შეიძლება სხვაგან დავიწყო მუშაობა, მაგრამ უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი დარჩა, მაგრამ ამ დროს შეიძლება სრულიად ესეთ, მაგრამ რა ვიცი, ქაღალდზე ხელმოწერა, რომ გავაქვთ საქართველოს უნივერსიტეტი, გააქროს უნივერსიტეტი, მიუხედავად, ანუ შეიძლება რეალური ფიზიკური სამყარო, ეს მერხები, შენობა დაიწოს და უნივერსიტეტი მაინც არსებობდეს და ამ დროს შეიძლება ეს ყველაფერი არსებობდეს და ხელმოწერა, რომელიც ასევე ფიქცია არის, გააქროს. ანუ თავისთავად ეს უნივერსიტეტი ფიქცია, უნივერსიტეტი არის ფიქცია, რომელიც ასევე ქმნის სხვა ფიქციებს. ეს ყველაფერი ჩვენ ირგვლივ, მათ შორის ერიც ფიქცია არის, ხო? ჩვენ რო ლაპარაკობთ, რა არის ქართველი ერი? რაც გენეტიკური ერთობა რო ნახოთ, გენი რო შევისწავლოთ გენეტიკა, შეიძლება აღმოჩნდეს, და კონკრეტულ პიროვნებას სრულად სხვა ერის წარმომადგენელთან ქონდეს მეტი გენეტიკური კავშირი, მაგრამ ეს ეროვნული იდეა, ეროვნულ სულს, რასაც ვეძახით, ეროვნული იდენტობა, ეს ყველაფერი არის ფიქცია, რასაც ჩვენ ვქმნით. მათ შორის ფიქცია, რასაც ჩვენ საკუთარ თავზე თვითრეფლექსიას ვაკეთებთ, ხო? და ამ ფიქციების შექმნაში ეს არის იდეების სოციალური კონსტრუქტები, რაც იქმნება და ამის შექმნაში, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის როლი არის უმთავრესი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც იგულისხმება, რომ ყველაზე განსწავლული და განათლებული ადამიანები არიან, ხო, იკრიბებიან. იქნება ეს ძველი თაობები თუ ახალი თაობები. ხალხი ვისაც აქვს ეს განათლება და ხალხს ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღოს ეს განათლება. ეს არის კონტინუუმი წარსულის და მომავლის, ხო? და რა თქმა უნდა, ეს საზოგადოება ქმნის ნარატივებს, ქმნის იდეებს, ქმნის იდეოლოგიებს, რომელიც მერე ვრცელდება და იგივე ერს ერად კრავს, ერს ეროვნულ სულს უსხამს, ერს საკუთარ თავზე წარმოდგენას აძლევს და ასე შემდეგ. ესე რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის როლი ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, გადამწყვეტია და ძალიან დიდია. გასაგებია. და პასუხისმგებლობაც შესაბამისად. პასუხისმგებლობაც შესაბამისი. კი ბატონო, პრინციპში ეს კითხვა რაც ეხა უნდა დამესვა, მაინც დავსვავ, მაგრამ რაღაც დონეზე დაიფარა შენს მიერ ახსნილი, შენს მიერ გაცემული პასუხებით. ესეთ ფრაზა გამიგონია, მე მგონი მაყურებლისთვისაც ახალი არ იქნება, კერძოდ იგივე რაღაც საზოგადოების ნაწილს, რომელსაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ეს ხო არის ყოველთვის თაობებს შორის შეჯიბრი, ჩვენ დროს უფრო უკეთესი იყო და ასე შემდეგ. ნუ იყო ესეთი ფრაზა, რა ჩვენ დროს რო განათლება იყო ასეთი, ჩვენ დროს რო განათლების სისტემა იყო ასეთი, ახლა არ არის და ჩვენ რო სწავლობთ და ჩვენ რო გვასწავლდნენ, ჩვენ რო მასწავლებლები გვყავდნენ. ნუ მე მათემატიკური მონაცემები ახლა არ შემიძლია წარმოვადგინო, მაგრამ ამდენადაც ხვდები, სხვა თუ არაფერი დიდი ქვეყანა იყო, უფრო დიდ თანხას ხარჯავდა, ვთქვათ, განათლებისთვის საბჭოთა კავშირი, ვიდრე შეიძლება ახლა ზოგადად იხარჯებოდეს განათლებაში, ანუ ვთქვათ ესე რომ იმას ავქნათ, მაგრამ ეს დანახარჯი რამდენად ამართლებდა იმ მოლოდინებს, ან იყო თუ არა საერთოდ განსაზღვრული, სწორად განსაზღვრული სურვილები, მაგალითად რომ როგორი უნდა ყოფილიყო განათლებული ადამიანი იმ წარმოდგენით, ხო? ეს მეორე საკითხია. ხა რისი თქმა მინდა ამით. აი იგივე ბევრჯერ ყოფილა შედარება გაუკეთებიათ, რომ იცის ადამიანმა გეოგრაფია ისე, რომ პატარა ქვეყნით დაწყებული, დამთავრებული დიდი ქვეყნის დედაქალაქები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი მომისმენია და მაგით ვაჟღერებ, რომ აი ამერიკაშიო სადღაც მოვისმინეთო, რომ ვიღაცა ბავშვსო კითხესო სად არისო ირანიო და მიანიშნეს მაგალითად რუსეთზეო და ნუ დაცინო ეს გაუნათლებელი ერი, გაუნათლებელი ხალხი და ასე შემდეგ, ხო? ნუ საერთოდ ეს ტერმინს განათლება რა არის ძალიან ფართო გაგების ფართო დისკუსიის საგანია, მაგრამ ალბათ უფრო თანამედროვე სამყარო ითხოვს ადამიანისგან, რომ ცალკე აღებული ცოდნა კი არ და იმიტომ რომ ისაუბრი ამაზე მთელი შენი საუბარი რომ მიგნებები ახალი სიახლე და მე გამოყენება პრაქტიკაში ეს ნიშნავს რომ ცოდნას როგორ იყენებ, როგორ შეგიძლია ტრანსფორმაცია გააკეთო და რა რომელი ცოდნა არის ყველაზე საჭირო იმისათვის რომ საზოგადოებაში რომელიც ძალიან კონკურენტულია, ახლა თუ ადრე თუ
საზღვრებში ვიყავით ჩაკეტილი, ახლა გაიხსნა ეს საზღვრები ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გახსნილია და შესაბამისად ნიშნავს, რომ შენ კონკურენციას უწევ არა მარტო ვთქვათ ვინმე საქართველოში, არამედ მათ შორის ევროპაშიც და შეიძლება ითქვას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კონკურენტულია და როგორ იყენებ? აი რა არის ის აუცილებელი? ეს ზოგადი ფრაზები ბევრი მომისმენია, კრიტიკული აზროვნება, რაღაცა, მაგრამ აი რასაც ჯერ კიდევ სკოლამდეც კი უნდა ვფიქრობდეთ, რომ ალბათ მომავალ თაობებს უნდა ვიზრუნოთ, რომ ვასწავლოთ. იმიტომ რომ აქ ისე საბჭოთა კავშირზე ვლაპარაკობდა, არ მინდა რომ არასწორად იყოს აღქმული მშობლის ისა, რა ქვია, სახელმწიფო არ უნდა იყოს მშობელი, თორემ მშობელი უნდა იყოს და უნდა ასწავლიდეს და უნდა ფიქრობდეს. მშობელს აქ არასწორად ასახულოთ. რა თქმა უნდა. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, აი რა არის ის აუცილებელი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდე რაღაც უნდა ვიწყებდეთ მუშაობას, იმიტომ რომ ცოდნის ტრანსფორმაცია, მისი სწორად გამოყენება ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თუ იმ დროს არ გაკეთდა, აი ჯერ კიდევ სკოლამდე, მერე სკოლაში, უნივერსიტეტში მოდიან და პრინციპში კი იცი, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა პრობლემების წინაშეც რაღაცა კონტინგენტის გამო ზოგადად ინსტიტუციები დამდგარა, ხო? აი, შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. პირველი დავიწყებ იმას საუბარს, რამდენად მართლა კარგი იყო საბჭოთა განათლება. და დავიწყოთ იქით კითხვა დავსვათ, რა არის განათლების მიზანი. როცა ჩვენ გვინდა შევაფასოთ რაღაცა კარგია თუ ცუდია, უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, მიზანს პასუხობს თუ არა. პირველი დავსვათ მიზანი. და ეს მიზანი არის ჩვენთვის ის მიზანი თუ არა. ჯერ პირველი რომ რამდენად მიზანს პასუხობს და მეორედ რამდენად ეს მიზანია თვითონ სწორი. ავიღოთ რა იყო საბჭოთა განათლების მიზანი. საბჭოთა განათლების მიზანი იყო რომ საბჭოთა სახელმწიფოს რაც უნდოდა, მაგალითად უნდოდა დომინაცია სამხედრო სფეროში, სოფლიოში, მას ქონოდა ამის საშუალება. ანუ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი მშობლები და მათი მშობლები ფიზიკას ან ქიმიას ან რაღაცას იმიტომ კი არ სწავლობდნენ, რომ ესენი მე რა ვიცი თვითრეალიზებულები ყოფილიყვნენ, ხო, ან რაღაც ახალი რაღაც ვარსკვლავები აღმოაჩინათ. არამედ ისინი სწავლობდნენ იმიტომ, რომ საბჭოთა სამხედრო ინდუსტრიისთვის შეექმნათ ის პროდუქტი, რაც სამხედრო საბჭოთა ინდუსტრიას სჭირდებოდა. შესაბამისად, თუ ეს არის ჩვენი მიზანი, თუ სახელმწიფოს მიზანი არის, რომ ყავდეს, თქვათ, რა ვიცი 1000 ფიზიკოსი, რომელიც ააშენებს, თქვათ, რაკეტას, ან ატომურ ბომბს, მაშინ სრულიად სხვანაირად აწყობ განათლების სისტემა. მაშინ განათლების სისტემაში ის კი არ გჭირდება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ისწავლის, დაამთავრებს სკოლას, თქვათ, რაღაც ელემენტარული წარმოდგენა ქონდეს ფიზიკაზე და მას ქონდეს ფიზიკის თავის ცხოვრებაში გამოყენების უნარი. არამედ შენთვის თავარი მიზანი არის, რომ აი 1000-ობით, მილიონობით ბავშვი რომ მოდის, გადარჩევა მოხდეს, უკეთესების და საბოლოო შეგრჩეს ის რაოდენობა ფიზიკოსების, რამდენიც სჭირდება, რომ დაამზადო ატომური ბომბი. ანუ შესაბამისად, მთელი განათლების სისტემა, საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა იყო აწყობილი იმაზე, რომ პოპულაციიდან გადარჩეულიყო ადამიანები, რომელსაც და საკმარისი ადამიანი შერჩეოდა სახელმწიფოს, რომელსაც გამოიყენებდა რაღაცაში. ამიტომ ადამიანები სწავლობდნენ, თქვათ, იგივე ფიზიკას, საკმაოდ ბევრს, იმდეს რამდენიც საშუალო მოსწავლეზე გათვლილი არ იყო. საშუალო მოსწავლემ არ შეიძლება იმდენი ფიზიკა ისწავლოს, იმდენი ქიმია, იმდენი ბიოლოგია, იმდენი ისტორია თუ რაღაცა, რაც თითოეულ საგანში ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ ამის მიზანი რა იყო? აი 1000-ობით ადამიანი რო ისწავლის ფიზიკას, იქიდან შეიძლება 999 არაფერი არ დარჩეს, მაგრამ ერთი ხო იქნება ის მაგარი, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან მაგარი იქნება და დაძლევს ამ ყველაფერს. აი მე კიდე ესეთებს შორის კიდე გადარჩევა მოხდება უნივერსიტეტის დონეზე და საბოლოო ჯამში დაგვრჩება ის რაოდენობა ფიზიკოსების, რომლებიც რაღაცას გააკეთებენ, რაც სჭირდება სამხედრო ინდუსტრიას საბჭოთა კავშირში. და ამ დროს საერთოდ არ იყო საბჭოთა განათლება ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანებს ეს ცოდნა გამოეყენებიათ. იმდენად არ იყო ორიენტირებული, რომ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს იმდენ ისეთ ცოდნას ტენიდან და ისეთი დოზით ტენიდან, რომ იმ ადამიანისგან თითქმის არაფერში ამას მე ადამიანი არ იყენებდა. შეიძლება უკეთესი იყოს, რომ უფრო ნაკლები ცოდნა მისცე, მაგრამ ის ცოდნა ისე მისცე, რომ მან იცოდეს ამ ცოდნის გამოყენებაც და მას ასევე კონდეს უნარი, რომ კიდე ახალი ცოდნა დააშენოს თუ დაჭირდება, ვიდრე ის, რომ შენ უბრალოდ ძალით ტენო ეს ცოდნა თუ მოახერხებს, თუ გადაალახოს, თუ არა და არა. აი ახლა მაგალითად ამბობენ საბჭოთა სკოლა ძალიან კარგი იყო საბჭოთა სკოლაში.
მე-11 წელი იყო საბჭოთა სკოლა, მაგრამ მე-11 კლასში უკვე უმაღლესი მათემატიკის ელემენტები ისწავლებოდა. სხვრები, წარმოებულების, არ მახსოვს ინტეგრება ისწავლებოდა თუ არა, მაგრამ წარმოებულები ნამდვილად ისწავლებოდა ერთი პერიოდი, მე ამოიღეს. მაგრამ აი ხა მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიარეთ ქუჩაში და იმ საბჭოთა სკოლა დამთავრებულები, ვინც არიან, გავაჩეროთ, რომელსაც წარმოებულები და ინტეგრება აქვთ ნასწავლი, აი ესეთი ადამიანები, ლოგარითმები აქვთ ნასწავლი სკოლაში. აი ესეთი ადამიანები გავაჩეროთ და თუ პროცენტს სწორედ დათვლიან, 99% პროცენტს ვერ დათვლის. სწორედ. 99% ვისწავლე, კაი ქულა გამომყვა, მაგრამ დამავიწყდა, ხა გავიწყდა ადამიანს. არის რაღაცები, რაც ადამიანს არ დაგავიწყდება თუ შენ ამას იყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ადამიანი, თქვათ იგივე სიტყვაზე, თქვათ ელემენტარულ რაოდენობრივ უნარებს იქნება ეს წილადები თუ პროცენტები ამას ცხოვრებაში იყენებ და დღეში მრავალჯერ რაღაცის შეფასებისას იყენებ, ის შენ ცხოვრებაში არასდროს დაგავიწყდება. მაგრამ როდესაც შენ ისე გასწავლეს, რომ შენ არ იცი ამ ყველაფრის გამოყენება და ცხოვრებაში არასდროს არ გამოგიყენებ, რა თქმა უნდა გავიწყდება. არ ვიცით რაში უნდა გამოიყენებია საბჭოთა მოქალაქის 99%-ს წარმოებულები. არ ვიცი რაში უნდა გამოიყენებია, ან იცოდნენ თუ არა, რაში შეიძლება გამოიყენებიათ, ხო? ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა განათლება იყო კარგი განათლება. და საბჭოთა განათლება იყო ნამდვილად ცალფრთა ბატივით. იმიტომ რომ საბჭოთა განათლება იყო სერიოზულად ორიენტირებული ტექნოლოგიური განათლებაზე, იმიტომ რომ ჭირდებოდათ, როგორც ვთქვით, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისთვის, მაგრამ სოციალური და ჰუმანიტარული განათლება იყო პრაქტიკულად ნულოვანი და რაც იყო სრულიად იდეოლოგიზირებული, ხო? და ეს ძალიან დიდი ნაწილი არის განათლების, და განათლება არ არის ერთი სფერო, ხო? განათლება აუცილებლად არის ჯამი ღირებულებების ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის და ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოკლებული იყო საბჭოთა განათლებიდან. ამიტომ საბჭოთა განათლება ამ მხრივ კარგი ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება ცოდნას, ჩვენ უნდა შევხედოთ ასევე რა არის პრიორიტეტები განათლების პრიორიტეტები დროთა განმავლობაში იცვლება, იმიტომ რომ იცვლება მიზნები რა აქვს განათლებას, ხო? საბჭოთა განათლება იყო ორიენტირებული ცოდნის მიცემაზე. მაგრამ დიდი ცოდნა არ ნიშნავს, რომ შენ ამ ცოდნას იყენებ და თუ ცოდნას არ იყენებ, მაშინ ცოდნას რა აზრია. და თან ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაში ეს არის უნარი კიდე გაინათლო თავი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. საბჭოთა განათლებას ეს უნარი არ უმუშავებდა საბჭოთა სკოლა ადამიანს ამ უნარს. და თავისთავად შენ სკოლაში მოგცეს განათლება, ის კი ბატონო, ის რაღაცა საზღვრული განათლებაა, ხო? მაგრამ შენ ნებისმიერ მიმართულებით უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გააუმჯობესო და რაში სჭირდება, იმაში გაიღმავო ცოდნა. შენ თუ ეს უნარი არ აქვს, მაშინ ის სიამოვნებით ძალიან ცოტაა. როცა საუბარია თქვათ დასავლეთზე, ჯერსეც არასწორია ხოლმე შერჩევა, რასაც იღებენ. აიღებენ და რა ვიცით აკადემიკოს საბჭოთა კავშირიდან შეადარებენ ვიღაც ფერმერს ამერიკელს და იტყვიან რომ ხა ამან იცის რა ვიცი მეგნებავს შექსპირი აქ წაკითხული და რა ვიცი მე დანტე და ამ ვიღაცა ფერმერმა თუნდაც არც კი იცის შექსპირი ვიყო. ნუ არ არის გასაკვირი, ის ფერმერია და შენ უნდა დერბოდი აკადემიკოსი შეადარ. სხვა შორის ვისაც ქონია ურთიერთობა დასავლელ ინტელექტუალებთან ბევრად უფრო ღრმა განათლების ადამიანები არიან, ვიდრე საბჭოთა ინტელექტუალები საბჭოთა კავშირის დროინდელი. გასაგებია, ჩვენ პრინციპში ბოლოსკენ მივდივართ, მართლა გულწრფელად ვამბობ, პირველი გადაცემისთვის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს საუბარი. ზოგადად როგორც უკვე აღვნიშნე თავშივე ბოლოსშიც იგივეს გავიმეორებ, რომ მიზანი ამ საუბრის საბჭოთა კავშირზე უფრო თემებად გავშლით, მე დღეს იყო რომ პირველი რახან იყო უფრო განზოგადებულად გვესაუბრა, ამ პრინციპში კონკრეტიზაციაც მოხდა იგივე განათლებასთან მიმართებით და ეს ამ პროცესმა მოიტანა ამ საუბრის დროს. ერთი უბრალოდ ცოტა იუმორისტული კითხვა მაქვს, იუმორისტული უფრო სახალისო შეიძლება ვთქვათ, რომ 20 წლის შემდეგ ამ რა სისურვებდი რომ 20 წლის შემდეგ რომ გავა 20 წელი, აი რა როგორი საქართველო გინდა რომ იყოს. ანუ შეიძლება ასევე ძალიან რთული ამის ესე წარმოდგენა ძალიან რა თქმა უნდა სუბიექტურია და შენ სუბიექტური აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ხო, აი რა სიტყვი, როგორი უნდა იყოს საქართველო 20 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა დამოუკიდებელი თავისუფალი, ეგ აუცილებლად. ეს რა თქმა უნდა. და ჩენი? მე მინდა გარემო
სადაც ადამიანებს აქვთ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობის, საკუთარი ნიჭიერების გამოვლენის ასპარეზი. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მთავარი მიზანი ზოგადად სახელმწიფოსი. კენედიმ თქვა ოდესღაც, რომ ის კი არ იკითხო რა გააკეთა სახელმწიფოში შენთვის, არამედ იკითხე შენ რას აკეთებ სახელმწიფოსთვისო. და მილტონ ფრიდმანმა გააკრიტიკა, რომ არც ერთი ეს ნაწილი სიამოვნებაში სწორი არ არისო. თუ შენ უყურებ იმას, რომ რას აკეთებს სახელმწიფო ჩემთვის, ეს არის, რასაც ჩვენ მანამდე პოდკასტის დასაწყისში ვეძახდით პატერნალიზმს, როცა შენ სახელმწიფოს უყურებ როგორც მშობელს, როგორც რაღაც მეურვეს, რომელიც შენს რაღაცა უნდა გააკეთოს. და მე ის ხედავს, რომ მე რას ვაკეთებ სახელმწიფოსთვის, ასევე არის ასეთივე საბჭოთა იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი, რომ თითქოს ადამიანი არის რაღაცა ჭანჭიკი, რაღაცა დიდი მექანიზმის ნაწილი, რომელმაც უნდა კარგად იმუშაოს, რომ ამ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს, და თითქოს სახელმწიფო არის რაღაცა მონა, შენი ხვედრია, ადამიანი არის მონა, შენი ხვედრია, რომ რაღაც სახელმწიფოს ემსახუროს ოლმოდივად, არც ეს არ არის სწორი. სიამოვნებაში თავისუფალი ადამიანის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი ესეთი უნდა იყოს, რომ რა შვება სახელმწიფო იმისთვის, რომ მე ჩემი შესაძლებლობები იყოს მაქსიმალურად გამოვლენილი. მე მინდა რომ საქართველოს იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც თითოეული ქართველი, რომელიც იბადება, მათ ერთხელ მოსულ ადამიანს მაქსიმალურად შეეძლოს გაიფურჩქნოს თავისი ნიჭიერები გამოავლინოს, თავისი კვალიდატოვოს ქვეყანაზე. მე მინდა რომ ეს იყოს ქვეყანა, სადაც იქნება ინოვაციები, სადაც არის თავისუფლება, ანტრეპრენერული უნარების სრულიად გათავისუფლებული, სადაც იქნება უამრავი სიახლე და ერი, რომელზეც მსოფლიოში ლაპარაკობენ, რომ ეს არის თავისუფალი ერი, ეს არის ერი, რომელსაც ბევრი ინოვაცია შექმნა, არა მხოლოდ წარსული დიდებით ვამაყობდეთ, არამედ მომავლით ვამაყობდეთ და ჩვენ მე დღეს შექმნილი რაღაცეებით ვამაყობდეთ. აი თუ მაგალითად რა ვიცი, ესტონელმა ერმა შექმნა Skype და WhatsApp-ი, რატო არ შეიძლება საქართველოსაც რაღაცა შექმნათ. მე ვფიქრობ, რომ თუ მოგვეცა საშუალება, თუ უნივერსიტეტებს მოგვეცა საშუალება, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა, ადრე თუ გვიან ეს დრო დადგება საქართველოს იქნება ძალიან ინოვაციური და თანამედროვე ერი. და როგორც ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის წარსულში, მომავალშიც ქართველი ერი ძალიან მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა კოკა. მეც პრინციპში ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო პათოში თავდან ბოლომდე გეთანხმები. მე ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, წარსული დიდებული გვაქვს. დიდებული მეფეებით. ნუ იყვნენ ისეთი მეფეებიც, რომლებიც საკამათო არ ამდენად იყვნენ დიდებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯამში როა იყო ძალიან საინტერესო წარსული, მაგრამ სწორი ხარ, წარსულის ამ კომპლექსიდან უნდა გამთავისუფლოთ, იმიტომ რომ ერი ხალხი, რომელიც ადამიანები, რომლებიც აქამდე მოვიდნენ იმ იდეით, რომ ჩვენ ვართ ქართველები და გვაქვს ეგ კარგად გათავისებული, ეს ხალხი ისე ვერ მოვიდოდა, რო არ ქონდეს ზუსტად აი რაღაცა სიახლისკენ ორიენტაცია და სიახლისკენ რო არ შეეძლოს მაგალითად სვლა და კი მე მწამს ჩემი ხალხის, ჩვენი ერის და გულწრფელად ესეც ერთ-ერთი мотиваცია ზუსტად რომ იმისკენ ვიფიქროთ, რომ დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია პატარა ერსაც და სხვა ქვეყნებმა აჩვენეს პატარა ერებმა აჩვენეს სასწაული აჩვენეს, ხო? ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბოლო რა ვიცი 30 წელი შემიძლია ვთქვა, რომ არის მომენტები, სადაც შეუძლებელი შევძელით. ჩვენ ბოდიში დასასრულსავთ მესმე, მაგრამ აი იმ სისხლიან 9 წლის პერიოდში ჩვენ შევქმნით ინოვაციები. ჩვენ შევქმნით მაგალითად იგივე იუსტიციის სახლი იყო ინოვაცია. ინოვაცია არ არის მარტო ტექნოლოგიური ინოვაცია, ხო? ეს იყო ინოვაცია, როგორ კეთდება რაღაც საქმე. და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ეს იყო მისაბაძი. ჩვენ ბევრ რამეს შევქმნით ინოვაცია. და ამის მჯერა და აქეთკენ უნდა წავიდეთ. დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სასწაულები. მადლობა კოკა, საინტერესო საუბრისთვის. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.